გამარჯობა, ბიბლუსი თოქსი ბრუნდება ჩემს მეგობართან, ძალიან საინტერესო ადამიანთან, ბევრი საქმის შემოქმედ ადამიანთან, დედა თინათინთან ერთად, რომელსაც რაღაცნაირად აი სახელი თუ შეიძლება გრძელ წინადადებად მოიხსენიოთ, ასეც იცნობენ დედა თინათინი ბერი ანდრიას დედა. დიდი მადლობა მოსვლისთვის, სტუმრობისთვის, მე ვიცი რომ ჩვენ ვიცნობ დიდი ხანია ერთმანეთს, თქვენი პერსონალური ისტორია მრავალ ამბავს მოიცავს და მათ შორის ეს იწყება აფხაზეთით. და მინდა აფხაზეთით დავიწყოთ ჩვენც. როგორი იყო თქვენი აფხაზეთი, ადგილი სადაც ცხოვრობდით და რომლითაც დიდწილად ბუნებრივია განპირობებულია თქვენი მეხსიერება. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან მეგობრობა და ძალიან მიხარია რომ აქ ვარ, მირიდება ხოლმე ისეთ შემაქებთ ხოლმე და ფიქრობ რომ ამდენს მართლა არ ვიმსახურებ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. უფრო ნაკლებს გაქებთ ვიდრე ვიმსახურებთ. გაიხარეთ. აფხაზეთი იცით აი სულ ახლახანს ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო ჩემთან და მასთან ვამბობდით რომ აი ამდენი წელია უკვე არა ვართ აფხაზეთში, ხო? უფრო მეტი ვიდრე ვიყავით. და ვეუბნები რომ აი ჩემი სახლი მაინც იქაა მეთქი და მე მაინც ვფიქრობ რომ იქიდან ვარ და ის არის ჩემი სახლი. აქ რაღაც დროებით ესე წარმომიდგენია მეთქი და შენც ესე ფიქრობთ ხო ვკითხე. და მითხარი ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობ რომ ეს არის რაღაცა დროებითი სივრცე სადაც ვართ სახლის ვერ თქვა და აუცილებლად დაბრუნდებით სახლშიო. მე ვფიქრობ რომ აი ყველა ვინც აფხაზეთში დაიბადა შეიძლება აი ძალიან პატარები რო იყვნენ იმათ ვერ კონდეთ ესეთი შეგრძნება, მაგრამ ჩემ თაობას მართლა ესე აქვს და ნუ ჩემი მშობლების თაობა მით უმეტეს. ანუ შინ ყოფნის განცდა იქ დატოვეთ. კი. ემის მერე არსად აღარ გიგრძნიათ. შინ მაინც არის, სახლი მაინც აფხაზეთი. როგორი იყო იმ დროინდელი აფხაზეთი? აი როგორ ცხოვრობდით? თქვენი ყოველდღიურობა როგორი იყო? ნუ ჩემი ყოველდღიურობა იყო ძალიან მხიარული და ძალიან ბედნიერი. ჯერ დავიბადე და გავიზარდე ისეთ მოსიყვარულე ოჯახში და ძალიან კარგი მშობლები მყავდა. თქვენი მშობლები და თქვენ ცხოვრობდით უშუალოდ სოხუმში. კი, სოხუმში ცხოვრობდით. ნუ დიდი ოჯახი მაქვს. ძმები, 4 ძმა მყავს და კიდევ ნუ სულ ვართ 6. ძალიან ისეთი იყო ჩემი ცხოვრება და განსაკუთრებულად ყველა მე მექცეოდა რაღაც ესე განსაკუთრებული ოჯახის წევრი ვიყავი. ნუ შეიძლება იმითაც იყო განპირობებული რომ მაინც და მაინც ჯანმრთელი არ დავიბადე, გულის მანკი მქონდა. სულ რაღაც იყო ბრძოლა ჩემი სიცოცხლისთვის, სულ აი ეს მესმოდა, ყველა ძალიან განიცდიდა და მე ამას ვერ გრძნობდი ვერასდროს და ცოტა ესეთი ვიყავი რომ მას ვიყენებდი. ცოდვა გამხელილი ჯობია. ნებიერობას. და ის სულ რაღაცა ყველას ეშინოდა რომ რამე არ დამართნოდა. და აი ესე გავიზარდე. მე ყველაფერი მქონდა ის რაც მინდოდა. არასოდეს არაფრის ნაკლოვანება არ მიგრძვნია და ესეთ ლამაზ ქალაქში ცხოვრობდით, ხო აი ყველა დრო იყო ძალიან ლამაზ, განსაკუთრებული. ამას სპეციალურად ვკითხულობ და ჩვენ გვიკითხავს ეს ბევრჯერ და ყოველთვის ინტერესის საგანია. როგორი იყო თანაცხოვრება? სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ხო? იქ იყვნენ, ნუ პირველ რიგში ქართველები და აფხაზები ცხადია და ამავდროულად ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფი. ძალიან ბევრი და მინდა გითხრათ რომ ძალიან მარტივი იყო ჩვენთვის აი პირიქითა აი ამდენი ადამიანში სხვადასხვა ეროვნების აღსარებლობის ადამიანებთან რომ ცხოვრობდა, მაინც როგორც ერთი დიდი ოჯახი. მე შეგრძნება არსად არ გამჩენია აფხაზეთის და სოხუმის შემდეგ. ძალიან ბევრი სომხები, ბერძნები, ებრაელები, აისორები
უკრაინელებიც, რუსებიც. უკრაინელები, რუსები, აფხაზები, რა თქმა უნდა, ესენი კიდე უფრო ისეთ ჭარბობდნენ, ბევრნი იყვნენ. და ისეთი ერთიანობა იყო და ისეთი მეგობრობა, თითქოს და ერთი ოჯახი ვიყავით და ერთის პრობლემა ყველას პრობლემა იყო და ძალიან ისე მეგობრობდით და უდიდესი გამოცდილება და სკოლა იყო სხვათა შორის ეს ჩემთვის. შემდეგ ძალიან ბევრ ამეშიც დამეხმარა და თუ გინდ დღესაც. აი მაშინდელი ეს სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა კულტურის აღსარებლობის ეთნოსის ადამიანებთან ერთად თანაცხოვრება ძალიან ისეთი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაშიც და ძალიან გამომადგა შემდგომში. საინტერესოა ის ნაწილიც, რომ თქვენ ომის დაწყებას რეალურად ერთი მხრივ შინაგანი მოულოდნელობით, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი სიმამაცით შეეგებეთ, ხო? სცენა, რომელიც მე მომიყევით, როგორ დაიწყო ომი თქვენთვის, ჩემთვის ყოველთვის ვთქვათ რაღაცნაირად ღრმა სიმბოლურობის მატარებელია და მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც მოუყვეთ. ანუ სიმართლე რო გითხრათ, ქართველი მოსახლეობა ამას არ ველოდით. სულ რაღაც გვეგონა რომ ეგ არ მოხდებოდა. თუმცა აფხაზები სამწუხაროდ და ჩემი თანაწტოლები სამწუხაროდ იმიტომ ამბობ რომ მათ ეს არ მოსწონდათ, მათ ეს არ უნდოდათ. და ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით და ნუ მათი უფროსი თაობა ესე მოხდა ეს ყველაფერი და ნუ რა თქმა უნდა იქ რუსეთის ჩარევის გარეშე ხო არაფერი მოხდებოდა და ჩვენ უფრო მიამიტურად უყურებდით ამ ყველაფერს და როდესაც ეგ დაიწყო ჩვენ ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე იყო და ჩვენი ქვის ხედით ყველა ამიტომ არის ეს სცენა ჩემთვის ძალიან სიმბოლური რომ ეს ერთიანობა როგორ ირღვევა ერთ დღეში, ერთ საათში. თან ძალიან ბევრნი ვიყავით. აი უკრაინელი, რუსი, აფხაზი, სომეხიც იყო ჩვენი მეგობარი და მისხედით ატყდა რეკვები და ყველა ეძებდა თავის შვილს. და მე იქავე ვცხოვრობდი, ანუ ახლოს გვერდითა სახლში იყო ეგ დაბადების დღე და ამიტომ ეხა მე არავინ არ მეძებდა, მაგრამ უფრო მეტად ეძებდნენ აფხაზები თავიანთ შვილებს. და ყველა ისე ცალ-ცალკე რო დაელაპარაკა, ნუ რაღაც დაიწყო ცუდი რამე და უნდა წავიდეთ ომი დაიწყო და მithwe რა სისულელია, რა სიძახით მეთქი რა ომი დაიწყო. კიო და მეუთხარი რომ ესე დამშვიდობება რომ დაიწყეს ყველა ესე ცოტა შევშფოთდით მაგრამ აი აფხაზმა ერთ-ერთმა ბიჭმა მითხრა რომ мы больше не увидимся ხო აი ეს სიტყვები მითხრა რომ ჩვენ მეტი ერთმანეთს ვერ ვნახავთ რას ამბობ მეთქი არაო და ძალიან ნაღულიანად შემოგხედა ყველას ახალი დაქორწინებულები იყვნენ, ისიც ჩვენი მეგობარი იყო და მოკიდა თავის მეუღლეს ხელი და პირველი ის გავიდა ამ დაბადების დღიდან და ოთახიდან. გენიალური, გარდა იმისა, რომ ტრაგიკული, სულად გენიალური სცენა. წარმოიდგინეთ, მე ის ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად იჯდა დაბადების დღეზე და ალბათ ვიღაც ვინც აქეთ ხარშის და ერთმანეთს ებრძოდნენ. რამდენიმე დღის მერე. ეს არის ომის ერთი მხრივ აბსურდულობა და მეორე მხრივ ეს დიდი ტრაგიზმი, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს და მე მგონია რომ ეს ძალიან ბევრი რაღაცის თქმელი და ბევრი ფიქრის მომხმობი ამბავი უნდა იყოს და მერე დაიწყო უკვე ომი. ომის აბსურდულობა ნამდვილად აი ამ ყველაფერში რომ ყველაფერს ანგრევს და ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერც კი მიხვდება ეს რა არის. ეს არის ყველაზე შემზარავი რამე, რაც კი შეიძლება ესე ერთად ბევრ ადამიანს დაემართოს. თორე ხა კი არის რაღაც ტრაგედიები და მე რაღაც არაფერი დამაკლო ღმერთმა. და ხა ერთადერთი შვილის გარდაცვალებაზე მეტი დიდი ტკივილი არაფერია, მაგრამ ძალიან მწარედ მახსენდება ომი. თან
აი ის რომ შეიძლება იქით მხარეთ დგარიყო ის ადამიანი ვისთან ერთადაც გაიზარდა და აქეთ და ის სრულად მეორესთვის ეს უდიდესი ტრაგედია არის რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ტკივილი მაგრამ აი ჩემი ეს მეგობრები და ეს ადამიანები ვისაც არ უნდათ ეს ომი ძალიან ბევრი წავიდა და იყვნენ მაშინ მოსკოვში არ მონაწილეობდნენ ომში აფხაზები და ჩვენ ქართველი მხარე ძალიან დიდხანს იკავებდნენ თავს მაგრამ უკვე სხვა გამოსავალი არ ქონდათ და უნდა დაეცვათ ხო თავიანთი სახლები ოჯახები და ნაწილი ქართველებიც წავიდნენ არ დარჩნენ რომ არ ეომათ მაგრამ რა თქმა უნდა ნაწილი დარჩა და ხო და იომეს ძალიან გმირულად და მე ვფიქრობ რომ ხო კი ნუ აი ჩვენი თაობისთვის რომ ჩვენ მაინც მეტი რეფლექსია გვმართებს ამ ომზე მეტი პატივისცემა ამ გმირებისადმი და ასე შემდეგ. აი ყოველდღე რამდენი ხანი მოგიხდათ ომის აფხაზეთში ყოფნა? მე ბოლო დღემდე იქ ვიყავი. მხოლოდ ერთხელ გამოვედი, როდესაც ჩემი რძალი წამოვიყვანე ქუთაისში სამშობიაროდ. ჩემი დეიდაშვილის მეუღლე ჩემი დეიდაშვილი იბრძოდა ყველა და ვერავინ ვერ წამოიყვანდა, მაშინ იქ ძალიან რთული იყო და ამიტომ მე მომიწია, მე წამოვიყვანე და ჩვენ ორივე თან ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და არის ეხლაც მაიკო და წამოვიყვანე მე. გადმოვფრინდით, დიდი ბედნიერება იყო რომ ქუთაისში ჩამოვფრინდით და ცოცხლები ვიყავით, იმიტომ რომ აი ეს ვეტრფრენებს ძალიან ხშირად რომელსაც ჩამოაგდებდნენ. დიახ და ესე გაგვიმართლა და ჩამოვფრინდით, დაიბადა მარიამი. სულ რამოდენიმე კვირა დავყავი მათთან ერთად და დავტოვე და დაბრუნდი უკან, იმიტომ რომ ჩემი ძმები იბრძოდნენ, დედა-მამა იქ იყო და ვერ მივატოვებდი და საერთოდ ბუნებით ესეთი ვარ, არ შემიძლია უკან დახევა. ეს ხდება სოხუმში. აი მესმის ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს ვერბალური ისტორიაც შევქმნათ პარალელურად ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამ ამბების მეხსიერება, მერე ჩვენი განცდა გაცვდება, განსაკუთრებით ახალი თაობების. ამიტომაც ვცდილობ მე რომ აი თქვათ სადაც შევძლებ წერო ამაზე, აი ეს დედა და ილიასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ, რომელიც აფხაზეთის ომს ეხება და ვილაპარაკ. აი ყოველდღიურობა. აი დილა და საღამო სოხუმის, რომელიც ომშია. როგორი იყო, რა ხდებოდა? ომის პარალელურად ჩვეულებრივი ცხოვრება ამას არ ეთქმის, მაგრამ მაინც არა ვთქვათ ბატალურ სცენებში. რა თქმა უნდა, ყველა ცხოვრება ძალიან შეიცვალა და არც მე არ ვიყავი გამონაკლისი. ომამდე მუშაობდი სახელმწიფო ანსამბლში, ვცეკვავდი. ძალიან ბედნიერი იყო ყოველი დღე ჩემთვის. ჩემი სამსახური იყო, რომ უნდა მივსულიყავი ცოცხალი მუსიკის ქვეშ, უნდა მეცეკვა და მე ბრუნდებოდი სახლში. ძალიან ისეთი იყო, ყოველი დღე იყო დღესასწაული. და ომის დროს ყველაზე ძალიან და საშინლად გამახსენდება სირენები რო ირთვებოდა. აი დაბომბვა რო იწყებოდა, აი ეს შემზარავი ხმა. ცეკვის ხმა, ცეკვის მუსიკის ხმა შეცვალა სირენების ხმა. კი. და მე ვცხოვრობდი ძალიან ახლოს დინარი გუმისტასთან და იმდენად ახლოს რომ ღამე როდესაც სიჩუმე იყო შეძახილებით ესაუბრებოდნენ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს. აქეთ აკოპიდან იქით ქართულად არ ვიცი აკოპია. ხო, სანგარი. სანგარი ხო. ესე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, აქეთა სანგრიდან ქართველები, იქით აფხაზები.
იმდენად ახლოს იყო, პირდაპირ წინა ხაზზე ცხოვრობდი და ეს ტყვიებიც რომ მოფრინავდნენ, შემოფრინდებოდნენ ოთახებში და ესე ტრიალებდნენ. იმდენად ახლოს ვიყავით და ისე ადამიანი და ფსიქიკა იმდენად ეჩვევა ამ ყველაფერს, რომ ესეთი ზამთარი როდესაც იყო და რო გციო და რაღაც ესე გააკეთეს, რომ წინა ოთახში იყო ეს ფეჩი კვეთკა. და ფეჩთან თფებოდით, რო რაღაც ესე დაიწყებოდა, ავდგებოდით, გავიქცეოდით მეორე ოთახში, სადაც კედელი იყო. ერთადერთი ტყვიისგან დაგვიცავდა მხოლოდ თორე ხა ვერც სნარიადიდან ვერ დაგვიცავდა ჭურვიდან და ვერც ვერაფლისგან. და ვიდექი და ველოდებოდით, აი რო ცოტა ჩაწყნარდებოდა, მე ისევ გამოვდიოდით და ხდებოდით ისევ აი ამ ფეჩთან. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, სიმართლე რო გითხრათ და აი ომსაც შეეგუა ადამიანები, ჩემი, რა ვიცი, მეზობლები, მეგობრები, ვინც კი მაშინ დარჩა. ანუ რუტინადად შეიძლება ამ ხელა ტრაგიკული აქტი იქცეს. კი, რუტინად. მე განმეორებადი. ეს პური არ იყო და ნუ სამსახურებიც არავინ არ მუშაობდა უკვე მისადი მუშაობდა. მით უმეტეს ისეთი სამსახურები, რომლებიც არ იყვნენ ეხა ესე ომისთვის საჭირო, ხო? ეხა კლინიკები და რაღაც მაღაზიები ხო, მაგრამ ვებერთელა რიგები იდგა და ვერ ახერხებდნენ ადამიანები აი ყიდვას არ იყო ხოლმე. მამაჩემს მოქონდა ტომრებით მერე ეს პური და ურიგებდა ჩვენს მეზობლებს, აფხაზ მეზობლებს, რომლებსაც ეშინოდათ გამოსა და არ გამოდიოდნენ. და ესე რუტინად გადაიქცა უბრალოდ აი ეს სირენის და ტყვიების ხმა იყო და ყველაზე ცუდად გამახსენდება კიდევ, როდესაც აიწყებოდა ეს დაბომბვა, ძალიან მეშინოდა და მან მითხრა რომ ნუ ნერვიულობო, ნუ გეშინიაო ჩემმა ძმამ, რომ როდესაც ხმა გესმისო, ესე იგი უკვე შენსკენ არ მოფრინავს, გადაგიფრინა უკეო და არ მოხდებო და ნუ ნერვიულობო და თუ შენსკენ მოფრინავსო, ვერაფერს ვერ გაიგებ ისე აგაფეთქებსო და რატო ნერვიულობ ყოველთვის, აი მეწყებოდა ძალიან დიდი შფოთი. და ეს რომ მასწავლა, იმის მერე მართლა არ მეშინოდა და როცა მესმოდა ეს წვილი, როდესაც მიფრინავდა ჭურვი, ძალიან მიხაროდა, რომ ესე იგი ჩვენ არ გვეცება. მაგრამ მე ისეთი სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა, რომ ვიღაცას ხო დაეცა. ვიღაცის წამი იმ წამს გაჩერდა ცხოვრება და ეგ ძალიან მაწუხებდა, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ შევცვლით. როდის მიხვდით, რომ თქვენ უკვე სოხუმი უნდა დატოვოთ? ამას ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში ვემზადებოდით ქორწილისთვის. მაინც ომში გავთხოვდით, მე ხო, მემზარი ჩემი თან მებრძოლი იყო, ექსტრემალური კურსები გავიარე, გავხდი მედდა. იმიტომ რომ აი ესე უბრალოდ სახში ჯდომა არ შემეცლო. დედა აწყობდა რაღაცებს და სულ გახქონდა ჯარისკაცებს აჭმევდა. მამა დაიწყო პურკომბინატში მუშაობა, დაცვაში იყო და ალბათ იშვიათი დაწესებულება, რომელიც მუშაობდა. დიახ, და აი ესე ეხმარებოდა ადამიანებს და მე ვთქვი რომ მოდით მე ექსტრემალურ კურსებს გავივლი მედდის და დავეხმარები მეც რითაც შემიძლია. იმიტომ რომ ყველა მთელს ჩემს ოჯახში ესე იყო. მარტო მე ვიყავი ისე უბრალოდ და გავიარე ეს კურსები და მეორე სატარკო კორპუსის მეორე ბატალიონში. მაინც ეს კონტექსტური ისტორიისთვის, ნიუანსურისთვის როცა იყოს. ამ კურსებს სად გადიოდით, რომელიმე თქვა ბრიგადა აკეთებდა ამას? ბრიგადაში, დიახ. გავიარე პირდაპირ საველე პირობებში და პირდაპირ პრაქტიკულად. მივედი და გამოთქვი სურვილი და მიმიღეს. ოღონდ ჩემთან ერთად იყო სასტრაფოს მედდა, მანამდე სასტრაფოში მუშაობდა ხათუნა, რომელიც იყო ჩემი მეზობელი და მასთან ერთად
დავიწყე ესე მეც მუშაობა. მას მიმაბარეს რომ ესწავლები. რეალურად თეორია და პრაქტიკა ერთად განხორციელდა. ისე ყოველთვის მიყვარდა მედიცინა, იმის მიუხედავად რომ არავის პროფესიად მამაჩემს ძალიან უნდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი და სულ ამისთვის მამზადებდნენ მე გადავწყვიტე რომ ცეკვა აიხდინეთ ხო ცნება. კი და მერე გაიცანთ თქვენი მეუღლე თუ მანამდეც იცნობდით მას? არა მანამდე გადაკვეთა ბევრი ქონდა იმიტომ რომ სულ ახლოს არა მაგრამ სადღაც ერთ იმაში ვცხოვრობდით და ბევრჯერ ხან ზღვაზე ხან სხვადასხვა ადგილებში გადავკვეთივად სადაც თვითონ ცხოვრობდა მე იქ მუშაობდი მანამდე ანსამბლი იქ იყო მაიაკი ესეთი უბანი იყო და გადაკვეთები ქონია მაგრამ ისე პირადად არ ვიცნობდი პიროვნულად გავიცანი ბატალიონში უკვე როდესაც გვიყავით მისი ძმა იყო ბატალიონის მეთაური ნუგზარ მილორავა პოლკოვნიკი იყო ამ სატარკო კორპუსის მეთაური და ამ ბატალიონის და ერთხელ და როდესაც გავედით და შემოგვეყვანა დაჭრილები ერთ-ერთი აი ამ სიტუაციაში იყო ჩემი მეუღლეც და მე ვთხარი წამოდი მეთქი იმიტომ რომ ფეხში ქონდა მოხვედრილი აი ეს ჭურვის აი ეს ასკოლკები ასკოლკა კიდე ქართულად როგორ არის ნამსხვრევი ბოდიში არა ჩვენც ყოფით მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ მაგრამ ეს არავითარი პრობლემა არ არის ახლა ჩვენი საუბრისას და შემოიყვანეს დაჭრილი არა მე ვიყავი და ვთხარი რომ წაგიყვანთ მეთქი და მის გვერდით იყო ბიჭი რომელსაც აი მთელი ფეხი ქონდა ესე მოგლეჭილი აბსოლუტურად არ ვიცი რაღაც ესე ძვლებიც დამსხრეული ქონდა და მითხრა რომ არაო ეს წაიყვანეთო და მეო არფილი არ მიჭირსო პრობლემა არ მაქვსო და წამოიყვანეთ ეს ბიჭი მაგრამ ის უკანა გზა, როდესაც ჩვენ ჯერ იქითაც ძალიან სახიფათო იყო, იმიტომ რომ პირდაპირ ეს ძალიან შუა გზა იყო და იქიდან ჩანდა ძალიან. სამიზნე იყო. სამიზნე ვიყავით და თან სასწრაფო კი არ იყო. ვეებერთელა დიდი ის იყო კამასი. წითელი ისეთი სამიზნე ვიყავით, რომ არ ვიცი, თვალდახუჭული მოგახვედრებდა ალბათ ადამიანი და ესე მძღოლი ესეთ მანევრებს აკეთებდა ეს ბიჭი ძალიან რთულად გადავიყვანეთ მაშინ კლინიკაში და ჩვენი ვალდებულება და მიზანი იყო რომ ცოცხალი მიგვეყვანა და ჩვენ ეს შევძელით ღვთის შეწევნით და წყალობით და მე როგორც გავიგეთ გადარჩა ეს ბიჭი ფეხი ვერ შეუნარჩუნეს მაგრამ თვითონ გადარჩა და გადავიყვანეთ ესე კლინიკაში. შემდეგ რამოდენიმე ხნის მერე უკვე ყველაფერი რო ჩაწყნარდა, ჩვენც დავბრუნდით ჩვენ დისლოკაციის ადგილას, სადაც პუნქტიც იყო სამედიცინო და ამ დროს უკვე მოიყვანეს ჩემი მეუღლეც. იმიტომ რომ ეს ფეხი ძალიან გაუსივდა, იმიტომ რომ ის მაშინ ვერ გრძნობდა ვერც ტკივილს და ვერც ვერაფერს. და მე შემოგვიყვანეს ესე დაჭრილი და ჩვენ მე რა თქმა უნდა გაუწიეთ მას სამედიცინო დახმარება. ესე დაიწყო ჩვენი ისტორია ჩემი მეუღლის. და განვითარდა ომის პერიოდშივე და მაშინვე დაგეგმეთ ქორწილი. ქორწინება. მომიტაცა პრინციპში. ნებაყოფლობით. კი. მაგას ჩვენს ყოფით მეტყველებაში გავიპარეთ უფრო ეძახიან. ხო, პრინციპში ესე გამოვიდა, კი, იმიტომ რომ როდესაც ახლა ისეთი შემოტევა იყო დამეღუპა ბიძაშვილი და ორი ბიძაშვილი, ერთი ნონა, რომელიც ისიც მედდა იყო და რომ გამოყავდა დაჭრილები, რამოდენიმე გამოიყვანა და ბოლოს თვითონაც დაიღუპა და ელდარი მეორე ჩემი ბიძაშვილი რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა და ისიც დაიღუპა და მე მათ ვგლოვობდი და ისე რომ ვთქვათ გათხოვება არ მქონდა დაგეგმილი ესე
მალე. მაგრამ ნუ ხო ესე თქვათ რომ გავიპარეთ, ესე გამოვიდა მაინც და სიკვდილი ისე ახლოს იდგა, რომ თითქოს ყველაფერი მოსასწრები იყო. კი, მე ამაზე ვხუმრობდი ხოლმე, რომ შუა გაგანი ომში რამ გაგათხო, რომ მეკითხებენ, მე ვამბობდი, რომ აბა რა ვიცი, მეორე დღე გაგვითენდებოდა თუ არა, მეთქი მეც ამაზე ვხუმრობდი და ყველაზე ისეთი არის კიდე ჩემს გათხოვებაზე სულ მეუნებიან ხოლმე და ბავშვები მთხოვენ, რომ რამე მოუყვე და რო უყვები ხოლმე და თან ვეუნები, რომ ჩემი საქორწილო მანქანა იყო სამხიდიანი ურალი. აი ამაზე ძალიან ხალისობენ ხოლმე. აი ესეთი იყო მაშინ იქ ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფრის მერე რაღაც ისეთი დრო დადგა, რაღაც შერიგების პერიმირი რაც დაარქვეს. ესეთი ცრუ პერიმირი აღმოჩნდა. და რომელმაც ბევრი ადამიანი მოატყუა და დააბრუნა. კი, და მეც ნუ მე არ წავსულ ვარ, მაგრამ მეც მოვტყუპდი რა თქმა უნდა. თითქოს სკოლაც უნდა დაწყებულიყო. ყველა დაბრუნდა, ყველაფერი უკან წამოიყო. მანამდე ხო რაღაც ესე იცადნენ, რომ წაიღოთ ყველაფერი და ეს ყველაფერი მოხდა უკან დაბრუნდა ადამიანები და ჩვენც ვემზადებოდით ქორწილისთვის. უნდა ქონოდა ქორწილი და აი ესე უცებ ტრაგიკულად ისევ ერთ დღეში ყველაფერი ხო შეიცვალა. და გაცილებით სახიფათოდ, იმიტომ რომ უკვე თითქმის ყველა დაბრუნებული იყო, ბავშვებიც ყველა იარაღი ჩავარებული იყო. ყველაზე მთავარი. იყო ერთი ყველაზე დიდი რაღაცა ის. ხო, ერთადერთი ტანკი გადამალა მუგზარ მილორავამ, ჩემ მაზლმა. ალბათ არც მას არ სჯეროდა ამ პერემირის, ამიტომ ერთი ეს გადამალა და საშინელი ხაფანგი. დიახ, და აი ამ ტანკში ჩაჯდა და ამ ტანკით გარღვია. მტრის ხაზი უკვე შემოსულების და ესე დაიკარგა და რამოდენიმე წლის შემდეგ დნმ-ით ვიპოვეთ და სულ ახლახან დავკრძალეთ მარტო იჯდა ტანკში. დიახ. და აი ეს ღალატი და ეს სიტუაცია კიდევ უფრო ტრაგიკული იყო სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ თითქოს და რაღაცა ნუგეში გაჩნდა. თითქოს ის ქალაქი ისეთი ხდებოდა, რაღაცა დილა უფრო თბილი იყო. სურნელი სხვა იყო კიდე. ადამიანმა გადაწყვიტეს, რომ ის რაც მოხდა კოშმარი იყო და გამოიღვიძეს. აი მე სულ მეგონა, რომ ეგ ამბავი სიზმარი იყო და თან როდესაც დავტოვეთ ანუ ჩვენ სოხუმი 26 სექტემბერს ჩვენ გამოვიდი სოხუმიდან 27-ში. 26-ში დაეცა სოხუმი, ჩვენ გამოვიდით 27-ში. მე კი უფრო ქით ვიყავი აგუძერაში, ესეთი ადგილი იყო, ცოტა მოშორებით ქალაქიდან, ჩემი ძმა ისევ წინა ხაზზე იყო და მოხვდნენ ალყაში. და რკინიგზის მეშვეობით, რკინიგზის ლიანდაგებზე გამოარღვიეს და წამოვიდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ და ჩემი ძმა, დედა და მამა გამოვიდნენ, შეძლეს და მოაღწიეს ჩვენამდე და 27-ში ჩვენ უკვე წამოვედით გოლგოთის გზას. ჭუბერი. ესაც ვეძახით, ხო, აი ამ გზაზე გადმოვედით და ჩვენ ვიყავით უკვე, როდესაც მათი ძინი სანათურები დღესასწაულობდნენ, ჩვენ მაშინ აი სვანეთის გზაზე ჭაღებს ეძახით. ლომის იმის, თორე თქვათ საომარ ტექნიკა ამ შემთხვევაში გამარჯვებას ზეიმობს. ვიცი, ამაზე. მაგრამ კი ვერ ხვდებოდნენ, რომ მაინც დამარცხებულები იყვნენ და დღეს ხედავენ ამას და ძალიან მიხარი. კი, მე მგონია, რომ ამ ომში გამარჯვებული არც არავინ არ იყო. ხო. ცუდი ძალის გარდა, რომლისგანაც ეს პროექცირებული გახლავთ. გზა, ჭუბერის გზა, ამ გზაზე ბევრი გვსმენია. მეც მომიხდარა ერთ ადამიანთან ლაპარაკი სხვა დროს, სხვა მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, ნუ საერთო განცდა ერთობლივია, მაგრამ ემოცია ბუნებრივია ინდივიდუალური. აი თქვენი ჭუბერის გზა როგორია? აი ჩემს შულს აქვს დაწერილი, ძალიან კარგად აღწერილი, იმის მიუხედავად, რომ თვითონ არ იყო მაშინ
უცლად ყოფნით გადმოიარა ჭუპერი, მანდრია მე ფეხმძიმედ ვიყავი და ეს კიდევ უფრო ბევრად ართულებდა ყველაფერს ჩემთვის, ჩემი მეუღლისთვის, ჩემი ოჯახისთვის. და თვითონ ალბათ მამა ანდრიასთვისაც ეს განცდები რაც მაშინ მქონდა 9 დღე და ღამე ვიყავით პერევალს გადმოვდიოდი 9 დღე და ღამე დიდწილად ფეხით ჩვენ მანქანით ვიყავით აიქ დიდი მანქანა იყო ეს ურალი ეგრეთ წოდებული ოღონდ მაგრამ იცი რომ სადღაც ჩაიკეტა ეს გზა ხო ხო იხერგებოდა და ამიტომ ძალიან გვიჭირდა და ნუ ძალიან ჩვენ ბევრი მეზობელი მეგობარი ვინც კი გვიცნობდა ყველა აი ამ ჩვენს მანქანაზე იყო თან ხომერე თოვლიც წამოვიდა ძალიან თან ციოდა და ჩემი ძმები ანუ ესე მოხდა ღვთის მადლით და წყალობით რომ ჩემი ძმებიც ყველა ამომს გადაურჩა და ამ გზაზე აცილებდნენ ესე ადამიანებს და ეხმარებოდნენ და რა თქმა უნდა ჩვენც არ ვიქნებოდით ახლა გამონაკლისი და იმიტომ ჩვენ თბილისში სოხუმში დავიბადე და გავიზარდე და სვანეთში იშვიათად ვიყავით ხოლმე ჩვენ ამიტომ არც არაფერი არ ვიცოდით იქაური არც კლიმატის და როგორ უნდა მოქცეულიყავით ამიტომ აი ეს ჩემი ძმები და ბიძაშვილები ეხმარებოდნენ როგორც სხვა ადამიანებს ისე ჩვენც და ყოველთვის აფრთხილებდნენ ყველას რომ ნუ მიდიან ღამე უნდა დარჩნენ დაბლა ტყეში დრო ცეცხლი და ანთონ და ეს მაგრამ ზოგიერთი არ ისმენ და აი როგორც ფილმებში არის ადამიანები ხო აი დაზომბირებულები რომ ცარიელი თვალებით აბსოლუტურად აი ესე მიემართებოდნენ აი ესე ჯაჭვი იყო ადამიანების და ესე ერთმანეთს უკან მიყვებოდნენ მაგრამ არავინ არ იცოდა წინ რა ელოდა და სწორ გზაზე მიდიოდნენ თუ არა სწორ გზაზე იმის გააზრების უნარიც კი არავის არ ქონდა აი ესეთი ცარიელი ამ გზის სოდნის გამოცდილება საერთოდ არ არსებობდა ეს ექსტრემალური გზაა და თან ყველაზე ესეთი ჩემთვის მტკივნეული და ტრაგიკული იყო ის რომ ადამიანები იყვნენ მშიურები ხო არც საჭმელი არ ქონდათ არც არაფერი და კიდევ ის რომ როდესაც გარდაეცვლებოდათ ძალიან ბევრი შეეწირა ამ გზას ტოვებდნენ თავიანთ მიცვალებულებს ეს იმდენად მაწუხებდა რომ აი ვერ წარმომიდგინა როგორ შეიძლება რომ შვილი მოუკვდა და მიატოვა და წავიდა არ შეიძლება მაშინაც რაღაც ქვეცნობიერად გრძნობდი ალბათ რომ მეც ეგ მელოდა წინ თუ გინდა ომის დროს, როდესაც ვხედავდი ეგ გარდაცვლილ აფხაზებს ან მოწინააღმდეგებს, თუ გით ქართველი ყოფილიყო, ყოველთვის გული მტკიოდა და მათ დედებს ვტიროდი. ალბათ ქვეცნობიერად მეც ამ დღისთვის რაღაცნაირად მომამზადა ღმერთმა და ამდენი რამე მაჩვენა გზადაგზა ალბათ და აი ჩემი ძმები, მეუღლე და ის ეხმარებოდნენ და აი ამ მიცვალებულების დაკრძალვაშიც ისეთი საშინელება ტრიალებდა რომ მოდიოდნენ ადამიანები და მოერეკებოდნენ ნახირს და ადამიანები გვერდით მათ გვერდით შიმშილით კვდებოდნენ და ჩემმა ბიძაშვილმა ერთ იმას გამოართვა ისა და თქვა რომ დავკლათო ხო ხედავ ხალხი კვდებაო შიმშილითო და ესე დაკლეს აი საკლავი და მოხარშეს მაგრამ აი ის დღე არასდროს დამავიწყება აი ესეთი მშივრები იტაცებდნენ ამას დაესივრნენ აი ამ ხორცს და ეს ჩემი ძმები ეუბნებოდნენ რომ ნელა ნუჭამთ ესე აცადეთ რომ კარგად მოიხარშოს არქნათ აი ნახევრად მოუხარშა ხორცს ჭამდნენ უმს თითქმის ისეთ დღეში იყვნენ და ნუ ეს გაგრძელდა 9 დღე და ღამე. ეს იყო, რა ვიცი, საშინელება და მით უმეტეს ჩემთვის, როდესაც ვიყავი ფეხმძიმედ და წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი
წარმოუდგენლად ასატანი ამბავი, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე რა ამბებიც მომისმენი ამასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ვერც წარმოვიდგენ გაძლების რა ძალა მისცა ღმერთმა იმ ადამიანებს, რომელთაც მოახერხეს ეს გზა გამოიარეს, ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ამ გზის მერე ცხოვრება დაიწყეს. ეს კიდევ უფრო რთული ამბავი მგონი. ეხლა რომ კითხო ყველაზე რთული დღე რომელი იყო ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ვერ ერთმანეთს ეჯიბრებოდა ეს ყოველი დღე, რომ ვფიქრობდი რომ ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს და ვფიქრობდი რომ არაფერი, მაგრამ დგებოდა მომენტი, დღე და უარესიც დგებოდა უარესი დღეც. ხო ეს მომეხსიერება უკვე ინაღმება ამით თან და დევნილობა ძალიან რთული იყო, ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ კი ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ აი ეს იყო პირველ დროს, პირველ წლებში. მერე ყველა დაიღალა ამ დევნილებით. და რაღაც გაუგებარი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა და ძალიან ცუდი თან. ისევე როგორც სვანეთის გზაზე, რომ ბევრი ცუდი. თქოს ჩვენი ნაწილი არ იყო ეს და ტოლვილებს ეძახდნენ და თან ისე რაღაცა დამაკნინებელი იყო ასეთი ხალხი სამწუხაროდ. აი ეს ისეთი კომპლექსი მქონდა ამის, რომ ჩემშუს ეს არ ეგრძნო. თქვენ თბილისში ჩამოხვედით? არა, ჩვენ ერთი წელი ცხოვრობდით სვანეთში. ნუ ამანდრე დაიბადა სვანეთში. სვანეთში, ანუ ჭუბერი რო გადმოლახე და ჭუბერის სვანეთის ნაწილია ცხადია, სვანეთშივე დარჩით. ჭუბერში მამაპაპისეული სახლი გვაქვს ჩვენ, მაგრამ იქ ჩემი ადგილი არ იყო. იმდენი დევნილი შეიფარა სახლმა, რომ ჩემი ადგილი არ იყო. არც არავინ დამითმო, აი ესეც მანიშნებელი იყო აი ამ უდიდესი ადამიანების, რა ვიცი, მე ტკივილის ტრაგედიის და უკვე თვით გადარჩენაზე იყო ყველა. მამა ჩემი ყოველას თხოვდა რომ ერთი საწოლი დაუთმეთო, ჩემი შვილი ჩამოვიდაო და ფეხმძიმედ არისო და არავინ არ დამითმო. ესე თქვეს რომ ჩვენ უფრო ადრე მოვედითო, ესე ეუბნებოდნენ და სვანური ფეჩის ქვეშ მეძინა იმ ღამეს, რომ ერთი ღამე მაინც დამესვენა და ცოტა ხანი როდესაც მივხვდით რომ აქ არ იყო ადგილი და მე წავედით ლატალში, დეიდა ჩემთან. ამიტომ რომ ჩვენ სახლში არ იყო ადგილი. საოცარი სოფელია ლატალი. კი, და წავედით ლატალში და იქ დავფუძნდით დეიდასთან, იმიტომ რომ ლატალი უფრო შორს იყო და იქ ნაკლები იყო. ხა იქ უბრალოდ ნათესავები მიდიოდნენ უკვე თავშესაფარად და ჭუბერში იმდენივე ყველა ის არც ვიცი ვინ. კი, ჭუბერი იყო რეალურად პუნქტი, იმიტომ რომ წითელი ჯვარიც იქ იყო და ყველა შესაბამისი ორგანიზაცია რომელიც კი. და ნუ არ ვიცი ადამიანებს ხა შეიძლება ვინც გვისმეს ისინიც იყვნენ იმ ჩემს სახლში. ჩემთვის ადგილი რო არ იყო, მაგრამ ძალიან თბილად გამახსენდება ის დღე, იმიტომ რომ ჯერ მივაღწიეთ სახლამდე და მერე კიდე რომ ამდენი ადამიანი იქ იყო და ჩემი ადგილი რო არ იყო და მამაჩემა რო არავის არ უთხრა რომ ხა ადექი და დააწვინე ეს ჩემი შვილიო, ძალიან ამაყი ვიყავი ამითაც და ნუ თქვით და წავედით ლატალში. ლატალში მხოლოდ ნათესავები ჩვენს გარდა კიდევ იყვნენ დეიდასთან, მაგრამ დიდი სახლი აქვს დეიდას და იქ დავფუძდით. მესტიაში დაიბადა მამანდრი 23 თებერვალს. ესეთი თოვლი იყო. დეიდა ცხოვრობს დაბლა, ესეთი სოფელი არის, კვანჭიანარი ქვია. და ზემოთ გზამდე ვერ ჩამოვიდა მანქანა ჩემამდე რომ ავეყვანეთ, როდესაც უკვე უნდა წავეყვანეთ სამშობიაროდ. და მარხილებს შეაბეს ხარები და აი ამ მარხილებზე დამაწვინეს ლებები დააგეს და ესე ამიყვანეს ზემოთ გზამდე. და ისევ ტიროდი და ყველას ეგონა რომ ტიროდი, იმიტომ რომ ნუ ცუდად ვიყავი, მტკიოდა და მაწუხებდა რამე და მე ჩემ თავს ტიროდი, იმიტომ რომ გამახსენდა ყველაფერი, რომ არც როგორ გავთხოვდი, როგორ ყველაფერი და სამშობიაროდ კიდე მარხილებით მივდივარ მეთქი. ისე მეწყინა, ისე გული დამწყდა, ისე ტიროდი. აი ჩავაღწიეთ მესტიამდე და ნუ იქ უკვე გზაზე მანქანით წამიყვანა ჩემმა მეუღლემ, ჩემმა ძმებმა და დაიბადა მამანდრი. დაიბადა ისეთ დროს და ისეთ პირობებში, რომ არანაირი წამალი არ არსებობდა კლინიკაში.
და მე ცოტა რთული ჯანმრთელობის ადამიანი ვიყავი და სულ ეშინოდათ აი ვერ ფრენიც ვერ ჩამოფრინდა რომ გადავეფრინე და წავაიყვანეთ სადმე ძალიან დიდი თოვლი იყო და ამიტომ ვერ ჩამოვიდა ვერ მოვიდნენ და ვერ წაგვიყვანეს მაგრამ ვფიქრობ რომ აი ღვთის ნება იყო რომ ყველაფერს ამას გადაურჩი ძალიან დიდი გზა გავიარე და ჩემ თავსაც ესე უთხარი რომ აი აუცილებლად ყველაფერი კარგად უნდა იყოს და აი დღეიდან ყველაფერი შეიცვლება დაიბადა მამა ანდრია მესტიაში 1994 წელს სანამ მამა ანდრიაზე გადავიდოდეთ სოხუმში რომ სახლი დატოვეთ იქ იცით ვინ ცხოვრობს დღეს ჩვენ სახლში ძალიან ბევრი შეიცვალა იყვნენ თავიდან აფხაზები მერე სომხები და ეხა მე მგონი რუსები ცხოვრობენ ანუ არის ვიღაც ვინც ამაზე გიყვებათ კი როგორ არის ჩემი მეზობლები, მეგობრები ჩამიგდებენ ხოლმე ვიდეოებს და ისეთ ჩანაწერებს და ფანჯრიდან იყურება ჩემი მეზობელი და მეძახის პრივეტ და ჩემ ფანჯარას უყურებს. და მომიკითხავს ცნაურია და საცნაურიც ორივე ერთად. კი ბატონო, მამა ანდრია დაიბადა მესტიაში და მოდი მამა ანდრიაზე მოგვიყევით უფრო ვრცლად. მამა ანდრია იყო საოცარი ბავშვი. მართლა ღვთის საჩუქარი იყო და გამორჩეული. ზოგჯერ ფიქრობდი ხოლმე რომ აი ესეთი კარგი ბავშვი როგორ გამიჩნდა, რით დავიმსახურე. მე ჩემ თავს გავცემდი პასუხს, აი იმდენი იწვალე რომ საჩუქარი იყო. მოგვიყევით. დაიბადა დღე, აი მაშინ თქვი რომ ყველაფერი დასრულდა, ახლა ცუდი და იწყება ახალი ცხოვრება. აი მამა ანდრიამ ძალიან გაგვაძლიერა. ვიყავით სვანეთში ერთი წელი არა. რამოდენიმე თვე და რაღაც ვერ გაუკეს მამა ანდრიას რაღაც პრობლემა აქვსო და ამიტომ ძალიან შემეშინდა და ჩამოვედით სვანეთიდან თბილისში. ქუთაისში. ჯერ ჩავედით ქუთაისში, იმიტომ რომ ჩემი დედამთილი და მამამთილი ეძებდნენ თავიანთ დაკარგულ გმირ შვილს, პოლკოვნიკ ნუგზარ მილორავას და ამიტომ და იყვნენ იქ. მან მეუღლის ძმას, რომელიც ტანკით გაიჭრა. რო დაიბადა მამა ანდრია, მე დავარქვი ნუგზარი. ჩემი სურვილი იყო, მე შევთავაზე ჩემს მეუღლეს, რომ მოდი დავარქვათ ნუგზარი, მეთქი. და დავარქვით ნუგზარი. როდესაც ქუთაისში ჩავედით, ისეთი სასტუმრო ქუთაისში იყვნენ განთავსებულები, ესენი და ერთ პატარა ორადგილიან სასტუმრო ოთახში ცხოვრობდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, დედამთილი, მამამთილი, ჩემი მული, თავის ქმარით და ორი შვილით. ამდენი ადამიანი, როგორ ვთქვათ და ვეტეოდით, არ ვიცი, მაგრამ ვეტეოდით და დიდი ხანი ესე ვიყავით, მერე მეორე ოთახი გამოიძებნა და ჩემი მული გადავიდა თავის მეუღლესთან ერთად სხვა ოთახში. მე ჩემი მეუღლე მამა ანდრია და ჩემი დედამთილი და მამამთილი ვიყავით ერთად ამ ერთ ოთახში. ესე დავფუძნდით ქუთაისში. მაშინ საჭმელსაც ესე არიგებდნენ. წითელი ჯვარი მიდიოდა დილას ჩემი დედამთილი და მოქონდა ეგ საჭმელი. ახალი დაბადებული იყო მამა ანდრია და რა თქმა უნდა ყველა ჩემზე ცდილობდა რომ ეზრუნათ და მე უფრო მაჭმევდნენ და სულ მე უნდა მეჭამა ყველაფერი. სხვისიც კი. და ისე ძალიან არ მინდოდა და ისეთი უგემური იყო ყველაფერი, არ ვიცი, იმიტომ რომ რთული იყო ეს ყველაფერი. და ისე ვჭამდი ერთ ასე ამ სუპი იყო, ძალიან წყალ-წყალა და ერთი ორი კარტოფილი და მაკარონი შიგნით და ისე რომ
სვამდი ეს კარტოფილი წამოვიდა და შემესხა სახეში და ეს დავდგი უცებ ეს ქილა და ისეთი ტირილი დავიწყე ისევ ეს ტირილიც ძალიან მწარედ ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში აი ეს ჩემი დედამთილი მაწყლარა და მამშვიდე და აი რატო ტირი ხარ ის ვერ მიხვდა რატო ტიროთი ეს იყო რაღაცა უსრულებლად გახანგრძლივებული უბედურების, უსუსურობის და რაღაცა გაუგებარი უმომავლობის განცდა. ყველაფერი ერთად. რატომ კითხვა და აი რატომ მოხდა ეს ყველაფერი და არ ვიცი მე ვისტვინებში მოიხარშა ეს ყველაფერი რომ ამდენი ადამიანის ტრაგედია და ტკივილი დაიდეს მხრებს. მე არ ვიცი ღმერთმა შეუნდოთ მათ, მაგრამ მათ მომავალ თაობასაც ძალიან რთული გამოსილებები ელოდებათ. და ესე ნელ-ნელა დავდექით ფეხზე. ჯერ ქუთაისში, კი. ჩვენ სულ ქუთაისში ვიყავით, სადაც მამა ანდრია ავადარ გახდა. სულ ვიყავით ქუთაისში. მე ჩემი და ძალიან ისეთი აქტიური, ჭკვიანი და ისეთი ქალბატონია ფეხზე დადგა ძალიან მყარად ჯერ ჩვენი და აი მთელი მე ოჯახი დაგვაყენა ესე რომ ვთქვათ ფეხზე და ჩვენც მე უკვე ცალკე ვცხოვრობდით უკვე მე ჩემი მეუღლე და მამა ანდრია იქით სადაც ჩემი დედმამა იყვნენ, იმიტომ რომ ჩემს დედამთილს და მამამთილს იმდენად იყვნენ გადართულები შვილის ძებნაზე, რომ მე კიდე უფრო ვაბრკოლებდი, თან ჩემზე უნდა ეზრუნათ, თან მამა ანდრიაზეც და მივხვდით, რომ ეგ უფრო მეტი დაბრკოლება იყო მათთვის, ამიტომ მათი ყოფაც რომ შემემსუბუქებიან, მე გადავედით, მე და ჩემი მეუღლე წავედით ჩემს დედმამასთან და ჩემს დედმამიშვილებთან იქ ცალკე ესე რომ ვთქვათ დავფუძდით, მაგრამ ჩვენ ცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობდნენ დევნილები, მაგრამ ჩვენი ოთახი გქონდა. და ესე იზრდებოდა მამა ანდრია დიდ სიყვარულში და გარემოცვაში, სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული იყო, მაინც ვიტყვი, რომ მამა ანდრიას ყველაფერი ჰქონდა და ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქეთ შეძლების და გვარად მადლობა უფალს. სულ მქონდა იმის პრეტენზია, რომ ყველაფერი ჰქონოდა და ყველაზე კარგი სკოლაში, ბაღში რომ მივიყვანე. იქ ბაღში სულ გამორჩეული იყო მამა ანდრია. ყველა ასაკში იყო გამორჩეული და ყველას დაამახსოვრდა. ერთხელ მაინც თუ ვინმეს ჰქონდა მასთან შეხება, აი ყველას კარგად ემახსოვრებოდა, რაღაცნაირად გულში უვარდებოდა ყველას და ბაღშიც ესეთი იყო. მერე წავედით სკოლაში. ძალიან ჭკვიანი და დამჯერე ბავშვი იყო, ძალიან მახარებდა, აი სულ გულს მიხალისებდა და ისეთი იყო. სკოლაშიც მღეროდა კარგად, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, საყვარელი, ისეთი ტკბილი. მუსიკალურად მამის ოჯახს გავს, ისინი ყველა მღეროდნენ, მილორავები და არც მამა ანდრია არ იყო გამონაკლისი და ძალიან კარგად მღეროდა. მე სმენა არ მაქვს და ვერ მღეროდი. მამა ანდრია მასწავლა ორი სიმღერა, მამაო ჩვენო და ჭრელო პეპელა. და როდესაც რამეს ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც თვითონ მეუბნებოდა. გამომხედე ერთხელ ძალიან შევაწუხე და დედა მაღლა, ნუ მე მეგონა მაღლა უნდა უფრო ხმამაღლა მეყვირა და უფრო ხმამაღლა ხმა და დედა არ ნიშნავს მაღლა ყვირილს და გამომხედე და მე ვუყვა დედა აი ძალიან დიდი ბოდიში და რა უტვინო ხარ ხო და ისე გამთამამახსოვრდა ის მისი სიტყვები და რატომ მითქი დედა და მე ამას გეუბნებდი შენ ისე აკეთება, მაგრამ მე ეს ორი სიმღერა მასწავლა, მამაო ჩვენო და ჭრელო პეპე. ამას ძალიან სწორად მღეროდი და მის გარეშე არ მიმღერია და მესმის. ხო. მე არ მინდა რომ ძალიან ისეთი იყო, ძალიან მხიარული, მაგრამ სულ ქონდა ნაღვლიანი თვალები. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ისეთი იყო ოპტიმისტური და ძალიან ისეთი ხუმრობა
შეეძლო რომ რაც არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად გამაცინებდა. აი თუ რამეზე გაუბრაზდებოდი, არავე მეწყინებოდა, მე ეს უცდილობდა რომ გამეცინა. და არა მარტო როდესაც გაუბრაზდებოდი, როდესაც უკვე ძალიან ცუდადაც იყო და თვითონ ძალიან უჭირდა უკვე. მაშინაც კი ცდილობდა რომ გავეხალისებია და ძალიან ისე მაცინებდა და თვითონაც რო იცინო და მას ჰქონდა ნეიროენდოკრინული კარცინომა, მგრძნობელობის უჯრედების, რომელიც სიცილიც კი ტკივილს გვრიდა, შეხება არ შეიძლებოდა და აი იმის მიუხედავად სულ ვეუბნებოდი რომ რატო შვები ესე მე ხო შენ ტკივა დედა და არაუშავს დედა ზოგჯერ უნდა ვიცინოთ მეტყოდა და აი ესეთი იყო ძალიან მზრუნველი ყველაზე და ყველაფერზე ერთხელ მივდიოდით და მათხოვარი უპოვარი შეგვხვდა და არა მაქვს მეთქი და ხურდაფული მართლა არ მქონდა და მამა ანდრიემ გამომხედა და მითხრა რომ ხო დედა შენ არა გაქვს და ამას აქვს და იმიტოზის აქვს და რაღაც მივთხარი წამოდი მეთქი გავიარეთ რამოდენიმე ნაბიჯი და ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ჩემი თავი შემცხო ნუ გავხსენი ჩანთა და ამოვიყე თანხა მივეცი და მივთხარი წადი მიეცი მეთქი გამომხედა და ისე უცებ გაუბრწყინდა ეს თვალები გაიქცა მისა ამ ადამიანს და მობრუნდა და მითხრა საუკეთესო დედა ხარ დედა როგორ გაუხარდა იცი მითხრა და იმის მერე აი არასოდეს არ ჩამივლია არც ერთი უპოვრისთვის მინდა შემიძლია თქვა რომ მამა ანდრია გამხადა ესეთად როგორიც ვარ. მამა ანდრიამ უფრო გამზარდა მე ვიდრე მე ის. მე კი ვცდილობდი ყველაფერი, სულ ველაპარაკებოდი, სულ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩემი დამსახურება არის. ყველა ჩემს წინადადებაზე მას ისეთი გააზრებული პასუხები ჰქონდა და ისეთი შეხედულებები ჰქონდა, რომ არ ვიცი. ეს მის წიგრშიც იგრძნობა სხვაჯერ. აი ჩანს მისი გონიერება. იოლად იგრძნობა, ხო, მე ვამბობდი წეღან რომ მე არ მინდა ხარ რაღაცა დიდხანს და კონცენტრირულად გავჩერდეთ თქვენი ცხოვრების ამ ყველაზე მიხედავთ იმისა რომ რა იყო არა ტრაგიკული რაც მოუყევით, მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე ტრაგიკულ მომენტზე ჩვენი აქაური საუბრები ხო მაინც ამ мотиваციას არ გულისხმობს. ამიტომ მოდი გადავიდეთ იმ ძალიან დიდ საქმეზე რომლის შემოქმედი ერთი მხრივ თქვენც ხართ, მაგრამ მეორე მხრივ ახლა წეღან რაც აღნიშნეთ სწორედ ამის პასუხად არის მამა ანდრიაც. თქვენ მისი, თქვათ, ამ ქვეყნიდან წასვლის მერე კონკრეტული დიაგნოზით, რომელიც უნებრივია სხვა ადამიანსაც შეხვდება და ზოგადად სოლიდურ სიმსივნეებს, რასაც ეძახიან, უნებრივია გარკვეული ასაკის კატეგორიის ადამიანების ხვედრია ზოგჯერ ძალიან სამწუხაროდ თქვენ ხართ ერთი იშვიათ ადამიანთაგანი რომელმაც გადაწყვიტა და საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა იმას რითაც მისი შვილი ამ ქვეყნიდან წავიდა იმასთან ბრძოლას და მე ვამაყობ რომ ამ თვალსაზრისით თქვენი მეგობარი ვარ და ვიცნობ უამრავ ადამიანს უამრავ ბავშვს და მშობელს სადაც თქვენ რომელთან დაკავშირებითაც თქვენ გაიმარჯვეთ. მოდი თქვენი ფონდის შესახებ, თქვენი სახლის შესახებ მოგხევით. მამა ანდრია სანდერძი იყო ესეთი და ნუ მაშინ ვერ ხვდებოდი რატომ მოინდომა და მოისურვა მან ეს. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ ისევ ჩემზე იზრუნა და ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ მის გარეშე ჩვენ ცხოვრებას არ ვიცი რა აზრი ექნებოდა, რომ ესე უბრალოდ ჩვენთვის გვეცხოვრა და მხოლოდ საფლავზე რო გვეარა და მან ეგ ძალიან კარგად იცოდა. და მოგცა ეგეთი შესაძლებლობა, ხო, აი ყველაზე ისეთი სული საცხონებელი საქმე დაგვიტოვა, ცხოვრება. სულ ვამბობ, რომ როგორც მამა ანდრიას, ხო, ძალიან ბევრი პარალელი შემილია გავავლო. მამა ანდრიაც დაიბადა იყო ნუგზარ მილორავა და მერე გახდა ბერია ანდრია და რაღაც ორად არის მისი ცხოვრება დაყოფილი. ასევე ჩემი ცხოვრებაც ორად დაყოფილი. ნუ აი სახე მეც ორი სახელი მაქვს, ნუ ვიცი მილედი მქვია საბუთებით,
ხაზიჩი ყველა მილედის მეძახდა. სამოქალაქო ცხოვრების სამოქალაქო დიახ და ჩემი თინათინი არის ჩემი ნათლობის სახელი. მე მონაზონი არა ვარ. ესე დედა თინათის მეძახია, მაგრამ ჩვენმა არ ვიცი, უწმინდესმა ილია მეორემ მაკურთხა ესე, როგორც ამბავშვების დედა და ამიტომ მეც ვწუხდი, რომ დედა თინათის რომ ეძახდნენ, რომ მონაზონი არა ვარ, ადამიანები შეცდომაში არ შემეყვანა და თან დალოცვას რომ თხოვდნენ, ერთხელ მას უთხარი, რომ აი მთხოვენ დამლოცე და რა ვქნა თქვენ უწმინდესობავ და მან გამიღიმა და მითხრა, დალოცე მე თინათინ, რას გთხოვენო, დალოცვასო და უნდა დალოცო და მითხრა, რომ ყველა მონაზონის დედა პრინციპში ისე ვერ იცხოვრებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და როგორც მონაზვნები ისე ცხოვრობენ ისე დაცო და ამაზე არ დაბრკოლდეო მითხრა და ამიტომ ესე რომ მომიხსენიებენ ყოველთვის ვამბობ რომ მე ამ ბავშვების დედა ვარ მაგრამ არ ვარ მონაზონი და ამ ბავშვების დედობის დიდი ისეთი პრეტენზია მაქვს და ვცდილობ რომ მართლა ისეთივე დედა ვიყო როგორიც ვიყავი მამა ანდრიასთვის ჩემი ერთადერთი შვილისთვის და უზომოდ მადლიერი ვარ უფლის რომ გამიჩნდა მამა ანდრია სულად შეიძლებოდა იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ ერთი შვილი გაგვიჩნდა საერთოდ რო არ მყოლოდა და ეს მადლი არ შემეგზნო რაც რა თქმა უნდა თან მწარია და თან ძალიან ტკბილი და მადლობა უფალს ამისთვის რომ მყავდა მამა ანდრია და დღეს მამა ანდრიას მადლით შეწევნით და წყალობით უკვე 800 შვილი მყავს ბავშვები რომლების თვალებში მიყურებენ და გულწრფელად დედას მეძახიან და მეც მთელი გულით სანამ ცოცხალი ვარ მათთვის არასოს არაფერს არ დავიშურებ და ყველაფერს გაუკეთებ მათ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს მამა ანდრიას დამსახურება არის იმის მიუხედავად რომ კი ჩვენ ძალიან ბევრ შრომობთ და ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში და შენ ერთ-ერთი ხარ გიორგი ადამიანებთაგანი ვინც ჩემ ბავშვებს ზრუნავს მაინც მისგან დაიწყო ყველაფერი და ესე ვამბობ რომ ბერი ანდრიას ფონდი დგას მამა ანდრიას საფლავის ქვაზე იმაზე აღმოცენდა და ის გვიჭერს რაღაცნაირად ყველაზე მტკიცე საფუძველი კი ყველაზე მეც ესე ვფიქრობ მე მგონია რომ ჩვენი მაყურებლის ბევრმა თქვათ დიდმა ნაწილმა უფრო უკეთრო თქვათ იცის ამ ფონდის შესახებ მაგრამ არიან ალბათ ადამიანები რომლებმაც შეიძლება პირველად შეიტყვეს მე მინდა რომ აი ოდნავ უფრო ახლა ფორმალურად მოგვიყვეთ რას ნიშნავს სტრუქტურულად ეს სახლი რას გულისხმობს და რა ტიპის რეაბილიტაციას გადიან ბავშვები ну ფონდი შეიძლება ადამიანებმა ესე ჩათვალონ რომ ფონდი არის სახლი და აი აქაც შეიძლება პარალელი გავავლოთ რომ აი მეც ხომ აკლია ჩემი სახლი და სულ ვცდილობ სხვაგან ვარ მაგრამ მინდა რომ ვიყო სახლში ხო აი ისევე არის ამბავშვებისთვის ეს სახლი და სულ ვეუბნები რომ ეს არის თქვენი მეორე სახლი ყველა ჩემს შვილობილს ამას ვეუბნები მათ აქვს თავიანთი სახლი მაგრამ ეს არის კიდევ მეორე სადაც ისინი თავს გრძნობენ და უნდა იგრძნონ დაცულად და ძალიან კომფორტულად რა თქმა უნდა ფონდში ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ბავშვებზე, ჩვენ ვზრუნავთ მათ მშობლებზე და ოჯახებზე. ისინი ერთად ცხოვრობენ. კომპლექსურად ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ ბოლოს სულ ვამბობ, რომ კი, ყველაზე კარგად გამოგვდის ჩვენ. მანამდე მერიდებოდა ამის თქმა და რაღაც თავდაბლობი ძალიან გვმართებს აუცილებელია და ვამბობდი, რომ არა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ ახლა უკვე მარტო რო ვიყო, კიდე ესე გავაგრძელებ, მაგრამ ჩემს გვერდით უკვე დგას 19 ადამიანი, რომელიც 24 საათი ამას აკეთებს და ეს არ მაძლევს უფლებას, რომ თქვა, რომ არაფერს არ ვაკეთებთ. არა, ძალიან ბევრ ამის ვაკეთებ და არაფერს არ აკეთებთ მაშინ ამ ქვეყანაში. მართლა არაფრის მკეთებლებმა რა უნდა. ხო, და ამიტომ ესე ვცდილობთ, რომ
ყველაფერი ესე ძალიან მარტივი იყოს მათთვის და მე თან ანუ რატო ვართ ყველაზე მაგრები და კარგები სამწუხაროდ ჩემმა განვლინმა ცხოვრებამ და ჩემმა აი ამ ტრაგედიამ ცხოვრებამ არ ვიცი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში დღეს რაც არის ფონდი მე ზუსტად ვიცი რა არის საჭირო რომელ ეტაპზე იმიტომ რომ მე ყველა ეტაპი და ყველაზე ცუდი ეტაპი გადავიარე ხო გამოვცადე ერთი მწვერვალით ხო დიაგნოზის დასმა მკურნალობა ამისგან შედგება ონკოლოგია დიაგნოზის დასმა მისი მიღება შემდეგ მკურნალობა ბრძოლა და ორი გამოსავალი არის ან გამოჯამრთელება ან სასუფეველში გადანაცვლება და სასუფეველში გადანაცვლება რა თქმა უნდა უფრო მძიმეა მშობლისთვის და ოჯახებისთვის როდესაც უნდა დაემშვიდობო ყველაზე ძვირფას შენს ნაწილს რაც კი გაგაჩნია და აი ამის გადატანა ძალიან რთულია და რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადმა ტრაგედია დამეხმარა სხვა მშობლების გაძლიერებაში, მათ დახმარებაში. აი სულ ყოველთვის ღვთის მადლით და წყალობით და მამა ანდრიას დახმარებით რაღაც ის სიტყვები თავისით მოდის. არასოდეს არაფრისთვის არ ვემზადები. მე ესეთი ადამიანი ვარ, ეგ არ გამომდის. თუ გინ ტელევიზიაში მიდიოარ ან სადმე არასდროს აი რა განწყობაც მეუფლება და რაც უნდა ვთქვა, იმას პირდაპირ რა ვიცი, ღმერთი იმას ესე უფრო უკეთ გამოდის. ისედაც. ხო, აი მე ესეთი ვარ საერთოდ ძალიან პირდაპირი და არ შემიძლია ეგ რაღაცები. და ფონდი, ჯერ დავიწყეთ იმით, რომ დავდიოდით კლინიკაში. როდესაც მამა ანდრიამ დაგვიტოვა ეს ანდერძი და მთხოვა და რომ მკითხა რომ მე რას გააკეთებ დედა ეს საუბარი შედგა ჩვენ შორის და მე ვთხარი მე ნიშნავდა მის გარდაცვალებას აი ესე შევთანხმდით ჩვენ არ აგვიხსნი ერთმანეთისთვის ისე მე ხვდებოდი მე რას ნიშნავდა და ის ზუსტად იმიტომ მეუბნებოდა ამ სიტყვას რომ ნელ-ნელა მე ამას შევგუებოდი და მეუბნებოდა რომ აი მე რას იწამდე მე ვეუბნებოდი რომ მე არაფერი არ არსებობს არ ვიცი მე არაფერი აი უფსკრული იყო და დამთავრდა მეც ვერაფერს ვერ ხედავდი და მაშინ მითხარო ძალიან მეწყინაო და ძალიან გული მატკინე დედაო და რატო მეთქი დე ესე მითხარო შენ თუ ჩემს გამო მე ვერ გააგრძელი ცხოვრება მაშინ მე ამდენი ტყილა მიტანჯიაო მითხრა. მე ვთხარი რატო ამბობ მეთქი ამას და აბა დედა მე სასუფეველში როგორ შევიგრძნობ სიმშვიდეს ან იქ როგორ ვიქნები თუ შენ აქ რამე ისეთი გააკეთე ჩემს გამო. აი მასული შინოდა რომ მე რამე ჩემი თავისთვის არ მეევნო. მე შევპირდი მას რომ თუ ის გამაძლიერებს და დამეხმარება მე აუცილებლად ყველაფერს ისე ავასრულებ, როგორც მას უნდა. მთავარია რომ მან დამიგეგმოს და დამეხმაროს და მაშინ მითხარო, და შენ რასოდეს შეგეშინდება. მე ყოველთვის შენ გვერდში ვიქნებიო და სულ ამას ვგრძნობ. არ არსებობს ყველაზე რთულ მძიმე მდგომარეობაში სულ რაღაცა კარი იხსნება და რაღაცა კარგი ხდება და ამიტომ ჩვენი კავშირი არ გაწყვეტილა. სულ მეუბნებოდა კიდევ იმას რომ დედა ჩვენი კავშირი არის უწყვეტი მეუბნებოდა. და ესე არის რომ ადამიანები რო იბადებიან ზოგი 17 წელი ცხოვრობს, მან ზუსტად იცოდა რომ 17-ზე მეც ვერ ცხოვრებ და სულ 17 წელს მეუბნებოდა. ზოგი შეიძლება კიდევ უფრო მეთხასო. მთავარია რომ სწორად ვიცხოვროთო და აი ეს გზა სწორად გავიაროთო და მე ჩვენ ყველა ერთად ვიქნებითო და ესე მიხსნიდა რომ დედაშვილის კავშირი უწყვეტია და არასდროს არ შეგეშინდესო მე ყოველთვის შენთან ვიქნებიო. მაშინო ღმერთიო არ მოიფიქრებდაო ღვთისმშობელს და იესო ქრისტესო. სხვა რამეს გააკეთებდაო, მაგრამ აი ეს ყოველთვის გახსოვდესო და მე ამის იმედი მაქვს და ეს ვფიქრობ რომ ნამდვილად ასე. კი, ეს უკვე დაადასტურა თქვენმა ცხოვრებამ და დაადასტურა ამ კაფეოდ. დამძაფრად მე ვიცი რომ თქვენი ბენეფიციარების ნაწილი აფხაზი ბავშვებიც არიან. კი. ჩემი ბავშვები სხვადასხვა ეროვნების აღსარებლობების ხომ არიან და სხვადასხვა და გასაგები კონტექსტის გამო კი სხვადასხვა კუთხით მაგრამ აი პირველი აფხაზი ბავშვი როგორ მოვიდა ფონდში აი ამ ამბავს გავიხსენებ და მოგიყვებით რომ
დამირეკეს და მითხეს, რომ აი აფხაზეთიდან არის აფხაზი ბავშვი, ეთნიკურად მკურნალობს ლეიკემიას და ჩვენ მაშინ ლეიკემი დაავადებულ ბავშვებს არ ვეხმარებოდით, ანუ ვერ ვეხმარებოდით, უფრო ვიყავით მხოლოდ სოლიდურ სიმსივნეებზე გადართულები, იმიტომ რომ ლეიკემი დაავადებული ბავშვები უფრო მოვლილები იყვნენ იაშულის კლინიკაში და ძალიან მაშინ ბადრი პატარკაციშვილის ფონდი ხელმძღვანელობდა მათ, ეხმარებოდათ და კარგ ხელებში იყვნენ, ესე რომ ვთქვათ და სოლიდური სიმსივნე დაავადებული ბავშვები იყვნენ ძალიან უყურადღებო, თლისის ტბაზე მდებარე ონკოლოგიურში, რა ვიცი, კედლები ნაცრისფერი საშინელი მდგომარეობა და არავინ არ ეხმარებოდა მათ, აი ესე თვითნებურად თუ ადამიანები მივიდოდნენ და რაღაც იშვიათად რამეს გაახარებდნენ ბავშვებს. და როდესაც მითხრეს დიაგნოზი და მითხრეს რომ წასასვლელი ბავშვს არსად არ აქვს, მე ვთხარი რომ 5 წუთში დაგირეკავთ მეთქი და გეტყვით პასუხს თქო და ვკითხე ჩემს მეუღლეს. ჩემს მეუღლეს იმიტომ ვკითხე რომ ძალიან დაზარალდა მისი ოჯახი ომის დროს. მე თვითონ ჩემი დედა, მამა და დედმამიშვილები ჩვენ ყველა ცოცხალი გადმოვედით, ხა ბიძაშვილები და მამიდაშვილები, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი დავკარგეთ, მაგრამ თვითონ ოჯახი ყველა ცოცხალი ვიყავით და ჩემი მეუღლის ძმა დაკარგული იყო, ასევე მთელი მისი ბიძის ოჯახი გამოიყვანეს და დახვრიტეს, იმიტომ რომ დარჩნენ ბიცოლა იყო ავად და ვერ წამოიყვანეს და ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა და ძალიან ისე აი სხვა როცა ბრმატყვია მოხდება და ომია და ისვრის ყველა და მოკვდება, მაგრამ სხვა არის კიდე როცა გამოიყვანენ და დახვრიტავენ სახლიდან და მე ჩავთვალე რომ უნდა მეკითხა მისთვის და როდესაც ვკითხე, მან მითხრა რომ ვინ ბავშვია რაჭის რაღაცა და ესე ლეიკემია აქვს მეთქი და აფხაზეთიდან აქ არავინ არ აყავს და ჩვენთან რომ მოვიდნენ, მე ვთხარი თუ შენ დამრთავ ნებას თქო და გამომხედე და მითხრა რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს კი ბოაქო ვინ არისო და ცოტა გული დამწყდაო რომ რატომ მკითხეო. მე შემცხვა მაშინ ჩემი კითხვის, მაგრამ იმ ხელა ტრაგედია იყო და ძალიან ესეთი იყო ცოცხალი და ახალი, ხო, მე ამიტომ მაინც მას ვკითხე და გადავურეკე მაშინათვე იმ ადამიანს, ვინც დამირეკა და ვუთხარი რომ კი მეთქი, მომიყვანე თქო ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, ელიკო და როდამი და მომიყვანეს ეს ბავშვი და დედა. ძალიან შეშინებული იყო ის ქალბატონი, მახსოვს ამ ქალბატონის სახე და ამ ბავშვისაც და მე სულ ვეხუმრებოდი და რაღაც აფხაზური წინადადებები და რაღაც მანამდე უფრო კარგად მახსოვდა და სულ ამათ ამ ენაზე ველაპარაკებოდი. ვცდილობდი რომ გამეხალისებიან და მეტი ყურადღება მიმიქცია მათთვის. აი ესე დაიწყო ამ აფხაზი ბავშვების მოდინება ფონდში და მე უკვე ერთმანეთსაც ეუბნებოდნენ, უკვე ჩემთან მოდიოდნენ, მე მირეკავდნენ და გადმომყავდა ბავშვები პირდაპირ კლინიკაში, იმიტომ რომ აფხაზეთშიც კიდე ბევრს ვახსოვართ და მიცნობენ. მithumetes ეხა ჩემი თაობის ადამიანები არიან ეხა უკვე იქ. იციან რომ აქ უსაფრთხოდ იქნებიან და მათზე იზრუნებენ. მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს და ვიცი რომ ალბათ არა. საუკეთესო ადგილი, სადაც ისინი შეიძლება მოხვედრილიყვნენ, არის თქვენი ფონდი, თქვენი სახლი და საკუთრივ თქვენ, რომელსაც მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. მით უფრო რომ ძალიან ემოციურ ამბებზე მოგვიხდა ლაპარაკი რთულზე, ალბათ საეთერო ფორმატისთვის მაინც და მაინც იოლად არ სათქმელზე და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ. დედა თინათინი იყო ჩვენი სტუმარი, ბერი ანდრეას დედა და კიდევ როგორც თვითონ თქვა, ასობით ბავშვის, რომელთა უმრავლესობაც სწორედ მისი დამსახურებით არის ცოცხალი. ჩვენ ველაპარაკეთ აფხაზეთზე, ბერ ანდრეაზე და იმ საქმეზე, რომელსაც ის ახლა მთელი თავის დიდებულებით უძღვება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ბიბლუს თოქს იყო, მე გიორგი გეგელიძე გახლავართ.